გია ჩადუნელი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აძლევდა დღეს საქალაქო სასამართლოში მოსამართლის წინაშე ჩვენებას და დეტალურად იხსენებდა მკვლელობის დღეს 14 მარტს განვითარებულ პროცესებს, ამბობდა იმას, როგორ დატოვა მისი მანქანა ლევან ჯანგველაძემ კახა ძანძავასთან ერთად და როგორ დაიწყო სროლა, რა დროსაც მან ვერ დააფიქსირა, რომ უშუალოდ პირი, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს, იყო მისი მეგობარი ლევან ჯანგველაძე. სწორედ ამ მომენტში იწყება სროლა მის მიმართაც, როგორც დღეს ყვებოდა გია ჩადუნელი და ამბობს, რომ გელა უძილაური, რომელიც მან სახეზე კარგად დაინახა, მიზან მიმართულად ესროდა გია ჩადუნელს. რატომ ამოიღო მიზანში გია ჩადუნელი გელა უძილაურმა? ეს იყო კითხვა, რომელიც ჩვენ სასამართლოს ხდომის დასრულების შემდეგ დავუსვით გია ჩადუნელს, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ჩადუნელმა საქმის საკმაოდ მნიშვნელოვან გარემოებებზე ისაუბრა და ადასტურა ის, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ლევან ჯანგველაძე საქართველოში ყოფნის დროს მინიმუმ 2-ჯერ შეხვდა. ამ შეხვედრას ჩადუნელიც ესწრებოდა და ინფორმაციას ფლობს აღნიშნულთან დაკავშირებით და ასევე ბოლო შეხვედრის დროს ფინანსურ პოლიციაში იყო გარკვეული სავარაუდოდ უთანხმოება ფარცხალაძეს და ჯანგველაძეს შორის. ხომ არ იყო სწორედ ეს გარემოება იმის განმაპირობებელი, რომ უძილაურმა სავარაუდო კილერმა სწორედ ჩადუნელიც ამოიღო სამიზნეში, თუმცა ყველა ის კითხვა, რომელიც ჩვენ პროცესის დასრულების შემდეგ ჩადუნელს დაუსვით, მან უპასუხოდ დატოვა. ბატონო გია, გვიპასუხებთ რამდენიმე კითხვაზე? როგორ ფიქრობთ, თქვენ სამიზნე რატომ იყავით კილერის? იყო ეს იმის გამო, რომ თქვენ შეესწარით მათ შორის ფარცხალაძის და ლევან ჯანგველაძის რამდენიმე შეხვედრას? გვიპასუხეთ რამდენიმე კითხვაზე. ვერ დაინახეთ ჩადუნელი. ან ხომ არ ხედავდით, რომ უთვალთვალებდნენ ლევან ჯანგველაძეს? ასეთი რამ ყოფილა? პირი, რომელიც ლევან ჯანგველაძეს 17 წლის განმავლობაში იცნობდა, მისი ცხოვრების შესახებ ძალიან ბევრი რამ იცოდა და ფლობდა ინფორმაციას ყოველთვის, როცა ბიზნესმენი საქართველოში ბრუნდებოდა. დღეს ძალიან ბევრს საუბრობდა ლევან ჯანგველაძის და ოთარ ფარცხალაძის კავშირზე. მან ახსენა ასევე დავით მიქაძის და ლევან ჯანგველაძის შეხვედრა და სწორედ როდესაც პროკურორი დამაზუსტებელ კითხვებს სვავდა ოთარ ფარცხალაძის გარემოებებთან დაკავშირებით, მოსამართლემ შეაწყვეტინა საუბარი და უთხრა, რომ ოთარ ფარცხალაძე არ არის ახლა საინტერესო გამოძიებისთვის და უმჯობესია გელა უძილაურთან დაკავშირებით და უშუალოდ მკვლელობის დღესთან დაკავშირებით დასვა სახელმწიფო ბრალმდებელმა კითხვები. მიუხედავად ამისა, ამომწურავი ინფორმაცია დღეს ფარცხალაძესთან და იმ ორ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილ გენპროკურორსა და ლევან ჯანგველაძესთან შორის შედგა, დღეს მოვისმინეთ გია ჩადუნელისგან და ასევე მოვისმინეთ ისიც, რომ გია ჩადუნელს საკმაოდ თბილად შეხვდა ოთარ ფარცხალაძე. ჩადუნელი არ ამბობს რატომ და რის საფუძველზე, თუმცა ფაქტია, რომ მაშინ როდესაც ჩადუნელი წარსულში მუშაობდა სწორედ ფინანსურ პოლიციაში, ამ დროს ოთარ ფარცხალაძეც აქ მუშაობდა. აღნიშნული თანამშრომლობა მან შეახსენა პირადი შეხვედრის დროს და დამატებითი კითხვები სწორედ აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებითაც დაისვა. შარშან ზაფხულში მე არ დამინახავს, მაგრამ ლევან ჯანგველაძისგან ვიცოდი, რომ ფარცხალაძეს შეხვდა. ყოფილი ლენინის ქუჩაზე კოსტავაზე, ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოპირდაპირ მხარეს მივედით. არ ვიცი, საცხოვრებელი სახლი იყო თუ ოფისი. დაახლოებით 1 საათი იყო შიგნით. რამდენიმე პირმა გამოაცილა შეხვედრის შემდეგ შენობიდან, მაგრამ ვინ იყვნენ არ ვიცი. ჩაჯდა მანქანაში და წავედით ამბასადორში. ამის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. წავედით ფინანსურ პოლიციაში, ვაკე საბურთალოს გზაზე. რუსი ეროვნების წარმომადგენლები ახლდნენ. ადგილზე იყო მიხეილ ბერძენიშვილიც. მაშინაც თქვა ლევან ჯანგველაძემ, რომ უნდა შეხვედროდა ოთარ ფარცხალაძეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, როცა ჩამოვიდა ლევანი, თანმხლები პირი ჩამოყვა. მეც მომესალმა გადამეხვია. ლევან ბერძენიშვილს ხელი ჩამოართვა. მეც ვიცანი და თვითონაც მითხრა ოთარ ფარცხალაძე ვარო. მე ვუთხარი თქვენ სამსახურში, ფინანსურ პოლიციაში, ერთ-ერთი დეპარტამენტი ჩემი ჩამოყალიბებულია თქო. ფარცხალაძესთან შეხვედრამდე რესტორან მეტეხის ჩრდილში დათო მიქაძე და ლევან ჯანგველაძე შეხვდნენ. ჩემი თანდასწრებით გაეცდნენ ერთმანეთს. ხელი ჩამოართვა ბატონ ლევანს და უთხრა დათო მიქაძე ვარო.
და ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმის ოქროს მოწმე მიხეილ ბერძენიშვილი, რომელიც არის ლევან ჯანგველაძის ნათესავი და ამ შეხვედრებზე ასევე იმყოფებოდა ამ წუთებში აძლევს ჩვენებას საქალაქო სასამართლოს. მისი ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პატაკების გარდა, ოპერატიული ინფორმაციების გარდა, რომელიც საქმეში იდევს გამომძიებლების მხრიდან, სწორედ მხოლოდ და მხოლოდ ბერძენიშვილი საუბრობს იმ სავარაუდო ბიზნეს დავაზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს, მიქაძეებს და ლევან ჯანგველაძეს შორის შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიტომ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ სწორედ ბერძენიშვილთან ჟურნალისტებსაც დამატებითი კითხვები გვექნება.